აქციიდან დამირეკეს ვეტერანებმა. მივედი მათ დასახმარებლად, რომ ეს რაც ქონდათ მათი ნივთები, ჩვენ მიკროავტობუსით მაშინ ჩვენ მივატანინეთ და ეხლაც ყრიანო ამ ყველაფერსო გვითხრეს და მოდითო რომ ჩავალაგოთო ყველაფერიო. და მივედით მეც და ჩემი მეუღლეც ვეტერანია. ხო და იქ მე წავიდა ეს შეხლა შემოხლა, ცემდნენ 7 დღის ნაშიმშილებ მალხას თოფურიას, აი ჩემს თვალწინს ცემდნენ. მანამდე შევედი, შევაჭერი ამ მათ მასში ჯაჭვში გავარღვიე, რომ ამ კაცს მივხმარებოდი და ეთქობა ეს დაიმახსოვრეს, ნახეს რომ მე მათი ახლობელი ვიყავი. და ეს გააკეთეს მე უკვე მიზანმიმართულად, ცდილობდნენ პროვოცირებას ბიჭების, რომ როგორმე დაეჭირათ, რამოდენიმე მაინც რომ დაეშინებინათ მე ყველა როგორც ხდება ხოლმე და რომ ვერაფრით ვერ დაიჭირეს, ნუ მე მიზანმიმართულად დამარტყეს მაგისთვის, რომ ბიჭები დაეჭირათ. თქვენ იცით ვინ დაგარტყათ? კი, რა თქმა უნდა, ვიცი, გვარი და სახელი ჯერ არ ვიცი, ეს დადგინდება, აი ეხლაც იმიტომ მივდივარ, უკვე ფოტო ამოღებულია იმ პიროვნების, ვიცით ვინ დამარტყა და მე ერთი შემიძლია თქვა, რომ მეწოდება ის პიროვნება. და ჩეულს თუ აპირებთ? ფიქრობ და ეს პიროვნება პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის ფორმაში იყო თუ? იყო ფორმაში, სამოქალაქო ფორმაში იყო და სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ თბილისის კლუბის თანამშრომელია, სავარაუდოდ.